მოყოლებთ კურიერს 9 საათზე სტუდენტური სახე 2011 სტუდენტური სილამაზის კონკურსის პირველი ეტაპი დღეს გაიმართა კონკურსში, რომელიც წელს მესამედ ტარდება. ყველა უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობენ. კასტინგის შედეგად ყველა სასწავლებელი თითო გოგონა შეირჩევა, რომლებიც ერთთვიან მოსაბრძოლებელ ტრენინგს თბილისსა და ბათუმში გაევლიან. ფინალი 15 ივლისს ბათუმში ჩატარდება და გამარჯვებული ავტომობილით დასაჩუქრდება. კონკურსის სტუდენტური სახე ტარდება უკვე მესამედ, მაგრამ ამჯერად იმართება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წესრიგით. ეს არის ჩვენი პროექტებიდან ყველაზე ლამაზი, ყველაზე მშვენიერი პროექტი და დარწმუნებული ვარ, ყველა სტუდენტი ძალიან კმაყოფილი დარჩება და მოეწონებათ. გოგონების წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იქიდან გამომდინარე თუ რომელიმე მოუნდება და სურვილი ექნება, რომ სამომავლოდ გააგრძელოს სამოდელო კარიერა, მათ ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ ჩვენ სააგენტოში, სამოდელო სააგენტო Fashion Charm-ში გააგრძელონ სამოდელო მოღვაწეობა. პირველად ვიღებ სილამაზის კონკურსში მონაწილეობას და რა მინდოდა მეცსა და რას შევძლებ და არ ვიცი, გამარჯვების იმედი მაქვს, ყველა კარგი გოგო არის და ნახოთ რა როგორ იქნება. ჯაზის საღამო თბილისი გალერეაში ეუგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლეებმა კლასიკური ჯაზის კონცერტი გამართეს. ცნობილი ჯაზ კომპოზიტორების დუეტები სხვადასხვა ასაკის ბავშვებმა შეასრულეს. საღამოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს წევრები ესწრებოდნენ. პოზიტიური საღამოა, ვინაიდან დღეს იქნებიან ბავშვები, ახალგაზრდა შემსრულებლები, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი თაობა და ალბათ ძალიან კარგია მათთვისაც და ძალიან კარგია მსმენელისთვისაც, რომ იხილოს და მოусმინოს იმ ბავშვებს, ვინც იმედი მაქვს, რომ მომავალი წლების განმავლობაში შექმნის ამ ქვეყანაში და გააგრძელებს ამ ქვეყანაში იმ ძალიან მდიდარ მუსიკალურ ტრადიციებს, რომელიც საქართველოში ყოველთვის არსებობდა. არაჩვეულებრივად დიდი საქმე კეთდება. ეს არის გარანტია იმის, რომ ეს ბავშვები გაიზრდებიან ძალიან კარგი გემოვნები და ჩვენ ყველანი ვსახურობთ იმას, რომ ბავშვები გაიზარდონ და გახდეს ის თაობა, რომელსაც იქნება კარგი გემოვნება. ჩვენი გალერეა მასპინძლობს ნორჩ მუსიკოსებს, ეს არის ეუგენი მიქელაძის სახელობის მეორე მუსიკალური სასწავლებლის მოწაფეები, რომლებიც დღეს გამართავენ კლასიკური ჯაზის კონცერტს და შეასრულებენ სხვადასხვა ცნობილი ავტორების ნაწარმოებებს. ღვინის წარმოების ხელოვნება და ქართული და ფრანგული ღვინოების დეგუსტაცია ამ წუთებში წინანდალი უამრავ სტუმარს მასპინძლობს. ღვინის ექსპერტებმა უკვე დააგემოვნეს სხვადასხვა ჯიშის ვაზისგან დამზადებული ღვინოები. რა ხდება ამ წუთებში წინანდალში და როგორია სომელიების შთაბეჭდილებები? სალომე ბენეშვილი წინანდლიდან. ქართველი რომანტიკოსის ადგილ-მამულებში დღეს უამრავი ადამიანი მოვიდა და წინანდალი დღეს მართლაც ძალიან ბევრ სტუმარს მასპინძლობდა. სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კლასიკური მუსიკის საღამო. თავისთავად დღევანდელი დღე იყო წინანდალში ფრანგულ-ქართული და კონცერტიც იყო ფრანგული და ქართული ჟღერადობით გაჯერებული. ქართული სიმფონიურ ორკესტრს დღეს ფრანგი დირიჟორი ხელმძღვანელობდა და სავარაუდოდ კონცერტს 300-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ფეიერვერკის შემდეგ კი სტუმრებმა უკვე გადაინაცვლეს გალა ვახშამზე. ამ ვახშამსაც თავისთავად როგორც უკვე დღის განმავლობაში ვამბობდით, ქართველი კულინარი და ასევე საფრანგეთიდან მოწვეული სამი ვარსკვლავის მფლობელი ალან გასარდი ხელმძღვანელობდა. ალან გასარდმა ჩვენ კონცერტზე გავესაუბრეთ მას და არ გაგვიმხილა თუ რა დესერტს უმზადებდა ქართულ გურმანებს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ალექსანდრე ჭავჭავაძეს სახლ-მუზეუმმა და ასევე სიმფონიური ორკესტრის კონცერტმა მასზე ძალიან დიდი გავლენა იქონია და შესაბამისად შთაგონებას სწორედ აქედან მოვიდა. მუსიკა და საჭმელი ჩემთვის განუყოფელია. არ გეტყვით რა მოვამზადე დესერტად, საიდუმლოდ დავტოვებ, რადგან ჯერჯერობით მეც არ ვიცი რა იქნება. აი ახლაც ვუსმენ ამ არაჩვეულებრივ მუსიკას და ვფიქრობ არომატებზე, რომლებითაც შევძლებდი დღევანდელი საღამოს გამდიდრებას. გისმენთ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გამოსვლას, რომელსაც დირიჟორობს ფრანგი დირიჟორი და რა თქმა უნდა საღამოს იქნება ვახშამის ჩვენი სტუმრებისთვის, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო. კონცერტამდე კი გაიმართა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ღვინის დეგუსტაცია ქართული და ფრანგული ღვინის თანაბრად. წარმოდგენილი იყო 8 ჯიშის ვაზის ღვინო ქართული მხარიდან, ასევე 6 ჯიშის ვაზის ღვინო ფრანგული მხარიდან. საკმაოდ
ინფორმაცია შემდეგ მიდიოდა შედარება, ასევე ანალიზი თუ რომელი ღვინო უკეთესი არის. ფრანგმა სომელიებმა აღნიშნეს, რომ ქართული ღვინო ნამდვილად გამოირჩევა არომატით, განსაკუთრებით მათ მოსწონთ კახური სტილით დამზადებული ღვინო. მათ ასევე აღნიშნეს ისიც, რომ წინა წლებისგან განსხვავებით ახლანდელი დაგემოვნებული ღვინო კიდევ უფრო გამორჩეული არის, უფრო მეტად არომატული და ქართული ღვინის ბუკეტი კიდევ უფრო გამდიდრებულია. პირველად საქართველოში 12 წლის წინ ჩამოვედი. ღვინოები, რომლებიც დღეს დავაგემოვნებ, მკვეთრად განსხვავდება მაშინდელისგან. ცვლილება უკეთესობისკენ აშკარაა. მინდა ჩემი სიმპათია გამოთქვა კახური თეთრი ღვინოების მიმართ. თქვენი დამზადების ტექნოლოგია ძალიან საინტერესოა და გემოც ძალიან გამორჩეული. მე ძალიან მომწონს ქართული ღვინო. განსაკუთრებით მომეწონა თეთრი საფერავი. არაჩვეულებრივი არომატი აქვს. ქართული ღვინო ახლა აღმოვაჩინე და მინდა უკეთესად შევისწავლო. ხდება თანამშრომლებთან ღვინის შედარება საფრანგეთთან საქართველოს როგორც იცით თანამშრომლობენ ძალიან ბევრი მიმართულები და ჩვენი სურვილია რომ ვითარდება მეღვინეობის სექტორში უფრო მჭიდროდ რათა ქართულმა ღვინომ მიაღწიოს იგივე წარმატებას რასაც მიაღწია ფრანგულმა ღვინომ ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში და შესაბამისად ჩვენი მიზანია რომ ქართული ღვინო გავაცნოთ უფრო ფართო საზოგადოებას. ქართული ღვინისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ის უცხოელი სტუმრები ფრანგები ძირითადად რომ ჩამოსულებენ არიან ძალიან სერიოზული სპეციალისტები ღვინის პერლები, ღვინის მკეთებლები, სომელიები და ასე შემდეგ. და ახლა რასაც წინასწარი საუბრებით რაც მათ გასინჯეს და ნახეს, არიან ახთოვანებულები. ასე ჩაიარა ქართულ-ფრანგულმა საღამომ წინანდალში. ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა და ქართულ და ფრანგულ ღვინოს ერთმანეთთან მომავალშიც აუცილებლად მჭიდრო კავშირი ექნებათ. ეს იყო სალომონ ბენაშვილი, წინანდალიდან სადაც დღეს ნამდვილად ღვინის ზეიმი იყო. ასეთი იყო დღის მთავარი თემები და კურიერი 9 საათზე ჩვენ ორშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.